დღეს წარმოგიდგენთ 10 ადგილს საქართველოში, რომელიც თავს სხვა დროსა და რეალობაში გაგრძნობინებთ. კინოთეატრი აპოლო, თბილისში დავით აღმაშენებლის ნომერ 135-ში მდებარეობს. იგი 1909 წელს გაიხსნა და თბილისში არტ-ნუვის სტილის ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითია. საბჭოთა პერიოდში მას ოქტომბერი ეწოდებოდა, თუმცა 1990 წლიდან მას ძველი სახელწოდება დაუბრუნდა. შენობა ჯადოსნური დარბაზს ჰგავს, რომელშიც ოდესღაც ზღაპრული მეჯლისები ეწყობოდა. ბობდამშენის სულ 15 თერჯოლაში. საბრძოლო ხომალდი თერჯოლის კომისარიატის ეზოში 30 წელზე მეტია დგას. იგი თერჯოლის ყოფილმა კომისარმა, პოლკოვნიკმა ამირან კიკაბიძემ ჩამოიყვანა. საბჭოთა გამანადგურებელი გასულ საუკუნეში საბრძოლო მოქმედებისთვის ავღანეთში გამოიყენებოდა და მისი ღირებულება 5 მილიონ საბჭოთა რუბლს შეადგენდა. პოლკოვნიკი გიორგი ლილიაშვილის ინფორმაციით, კომისარიატის ეზოში თითქმის სრული სამხედრო არსენალი იყო განლაგებული: ქვემეხები, ნავთორსნები, საბრძოლო ვერტმფრენები. თუმცა ყველა ტექნიკა სულ 15-ის გარდა აფხაზეთის ომში გამოიყენეს. დაგვიწერე კომენტარებში, რამდენს გაქვთ ეს ადგილი ნანახი. კარსანის გეოფიზიკის ობსერვატორია. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება კარსანში 1904 წელს გაიხსნა. კომპლექსში რამდენიმე ნაგებობებისაგან შედგება. მთავარი შენობა დიდი და მცირე პავილიონები, საცხოვრებელი ბინები და სხვა. კარსანის გეოფიზიკის ლაბორატორია 1935 წლამდე ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ კი განყოფილება დუშეთში გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ თვითმხილველებისაგან გადმოცემით, მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები აქ საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოსახლეობისაგან დაცლილი იყო. ომის შემდეგ ადგილი არქეოლოგებს გადაეცათ. დღეს შენობა სანახევროდ დანგრეულია და შიგნით შესვლა სახიფათოა. ობსერვატორია ღამე განსაკუთრებით შთამბეჭდავია. თუ ლამაზი სადარბაზოები გიტაცებთ, თბილისში გალაქტიონ ტაბიძის ნომერ 18-ში მდებარე სახლის სადარბაზოს შესახებ შესაძლოა უკვე იცით. შენობა 1911 წელსაა აგებული და ძმებს სეილანოებს ეკუთვნოდათ. ეს საოცარი ადგილი სადარბაზოზე მეტად მუზეუმს ჰგავს. ეს სამხედრო ჰოსპიტალი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, შეჭრილ მცირე კონცხისებურ პლატოზეა აღმართული. შენობა საბჭოთა კავშირის პერიოდში სტალინის მმართველობის დროსაა აგებული. შენობა 3 სართულისაგან შედგება და მნახველებს თვალს შუშაბანდის რაოდენობით ჭრის. მიტოვებული სახლი რიყეზე. ეს 4-სართულიანი სახლი ქალაქის გულში გაჩენილი დროის პორტალია. დღეს სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მისი ქვედა სართულზე საცურაო აუზი და საუნა იყო მოწყობილი, ზედა სართულზე კი აივნები ამშვენებს. ამ აივნებიდან დედაქალაქის ლამაზი ხედები იშლება და წარსული აწყოს ერწყმის.